მოგესალმებით, მე გახლავთ ექიმი კარდიოლოგი გელო ვაცაბიძე. ბიოლოგიურად გილოცავთ შრობას ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას. დღევანდელი თემატიკაა დიეტა, რომელიც ენიშნება კარდიოლოგიურ პაციენტებს, ზოგადად გულსიზარდა პათოლოგიის მქონე პაციენტებს. რა თქმა უნდა, კითხვა ბევრია, მაგრამ მივხვდით თანმიმდევრობით. პირველი, კარდიოლოგი მოითხოვს, რომ შეიზღუდოს სამი სახის პროდუქტი. ეს არის შაქარი, ცხიმი და მარილი. შესაბამისად, ტკბილეული, ლაშე პროდუქტები და ცხიმიანი პროდუქტები. აქ საუბარია შეზღუდვაზე და არასრულებით აკრძალვაზე, რადგან მაგალითად სუფრის მარილი შეიცავს ნატრიუმის იონს, რომელიც ჩვენი ნერვული სისტემის ნორმალური გამართული მუშაობისთვის არის აუცილებელი. შაქარი, რომელიც შეიცავს გლუკოზას, ესეც მთავარი ენერგეტიკული წყაროა ჩვენი ორგანიზმისთვის, ამიტომ მისი სრული აკრძალვაც დაუშვებელია. ცხიმები, რა თქმა უნდა, მასაც აქვს როგორც პლასტიკური, ასევე ენერგეტიკული დანიშნულება. ანუ ის ენერგიის წყაროსაც ასრულებს და ამავე დროს სამშენებლო მასალასაც წარმოადგენს. ამიტომ ისიც უნდა შეიზღუდოს და არ აიკრძალოს სრულებით. ჯერადობა კვების. რადგან შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არის დღის სამი პერიოდი, დილა, შუა დღე, საღამო, შესაბამისად უნდა არსებობდეს საუზმე, სადილი და ვახშამი. საუზმე და ვახშამი კარგია თუ მუდმივად იქნება, ხოლო რაც შეეხება სადილს, ეს შეიძლება სუბუქი წაღემსებით შეიცვალოს, რადგან პაციენტების უმეტესობა ან სამუშაოთია დაკავებული, ან გარკვეული რაღაც მოუცვლელობის გამო ვერ ახერხებს აღნიშნული პორციის მიღებას და შესაბამისად ეს შეღავათი შეიძლება დაიშვას. აქ საუბარი იმაზეა, რომ აღნიშნული ჯერადობის კვება, ანუ სამჯერადი კვება, გამოიწვევს სანაკლექსების დაცლას, ასე ვთქვათ, გააუმჯობესებს დრენაჟს ღვიძლში და სადინარებში, ნახulis და შესაბამისად ღვიძლის განიტვირთება. ღვიძლი, როგორც მოგეხსენებათ, წარმოადგენს მთავარ ბიოქიმიურ ქარხანას, ასე ვთქვათ, მხატვრულად ჩვენს ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს როგორც მედიკამენტების, ასევე საკვები პროდუქტების ბიოტრანსფორმაციაში და შესაბამისად მისი გამართული მუშაობა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. აქ უნდა განისაზღვროს ასევე აღნიშნული პროდუქტების ასე ვთქვათ პროცენტული შემცველობა. ანუ დღის განმავლობაში რამდენი შეიძლება მივიღოთ, ანუ როგორ შევადგინოთ მაგალითად დღის რაციონი. ასანიშნავია, რომ ნახშირწყლები, ანუ ტკბილეული, ცომეული და მსგავსი პროდუქტები დაახლოებით მთელი საკვების 50-60% უნდა იყოს. ვიტამინები და მინერალები, რომელიც ძირითადად წყაროს წარმოადგენს ხილი, ბოსტნეული, მცენარეული პროდუქტები, ეს უნდა იყოს დაახლოებით 15%. შემდეგი არის წილოვანი პროდუქტები. ანუ, აქ რა თქმა უნდა, ცხოველურ ცილებზეა საუბარი, ნაწილობრივ მცენარეულზეც, ხორცი, კვერცხი, თევზეული. შესაბამისად, ისიც 15% უნდა იყოს დღიური რაციონის. და რჩება ცხიმები, რომელიც როგორც ვთქვით, როგორც ენერგეტიკულ, ასევე პლასტიკურ მასალას წარმოადგენს და მისი, ასე ვთქვათ, პროცენტული შემცველობა დაახლოებით 10% უნდა იყოს. თქმა უნდა, აქ უპირატესობა ენიჭება მცენარეულ ცხიმს, მაგალითად ზეითუნის ზეთს, ეგრეთ წოდებული virgin oils, რომელიც უმჯობესია, რომ იქნას ჩართული ჩვენს კვებით რაციონში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აღნიშნული მდგომარეობა, ანუ მოწესრიგებულობა კვების ჯერადობის გამოიწვევს წონის კორექტირებას. ყოველი დაკლებული კილოგრამი კარდიოლოგიური პაციენტისთვის ნიშნავს ნაკლებ დატვირთვას გულსიზრდეთა სისტემაზე. შესაბამისად, არტერიულ წნევის მოგვარებას, სითხის შემცველობის კონტროლს ორგანიზმში, გამართულ ენდოკრინულ, ასე ვთქვათ, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, ანუ ენდოკრინული კუთხით მუშაობას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს გულსიზრდეთა სისტემის მუშაობაზე და, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა, კიდევ ერთი, რომელიც არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, აქ ახლა ფიტნეს დარბაზი არ იგულისხმება პირველ ეტაპზე, იგულისხმება მსუბუქი ფიზიკური აქტივობა, რაც ასევე გულსიზრდეთა სისტემისთვის წარმოადგენს გარკვეულ მატონიზირებელს, ანუ ვარჯიშს ჩვენი სისწრაფების და შესაბამისად რეგულირდება არტერიული წნევა, რითმი გულის
და მისი ჯერადობა თუ როგორი სახით რა დათვირთვა მივიღოთ, ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშიც უამრავია, მაგრამ კურნალ-ექიმს თუ დაგაინტერესებთ, სწორედ ამ კუთხით დაუსვით კითხვა, ანუ როგორი ფიზიკური აქტივობა მოცემულ მომენტში თქვენთვის რეკომენდირებული. და რა თქმა უნდა, ის ამის შესახებ პასუხს გააგცემთ. ეს არის ძირითადი, რაც მინდოდა მეთქვა დიეტოთერაპიის შესახებ, ანუ მოკლე რეზუმე რომ გავაკეთოთ, შაქარი და ცხიმი და მარილი უნდა შეიზღუდოს და არა იკრძალოს. კვება უნდა იყოს სამჯერადი, რა თქმა უნდა, შუაში შეიძლება წახემსება იყოს და პროდუქტები, რომელიც არის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები გადანაწილდეს შესაბამისი კუთხით. დაახლოებით 2000 კალორიაზე აქვს საუბარი დღის განმავლობაში, ენდოკრინოლოგები უფრო უკეთესად აღიხსნიან ამ მდგომარეობას, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის სწორედ ეს. და კორექტული წონა არის ის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც მიიღწევა აღნიშნული მდგომარეობების გათვალისწინებით. რაც ნაკლები დატვირთვაა გულზე, შესაბამისად წესრიგდება რიტმი გულის მუშაობის და ასევე არტერიული წნევის ციფრები. დღეისთვის სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხი, გისურვებთ ჯანმრთელობას.